იღუმენი ნიკონი, დაცემული სულნი. კოზელსკიდან წამოსვლის შემდეგ ბევრი რამ ვნახე, კერძოდ ის, თუ რა ძლიერია ცილის წამება. რამდენი რამის გაკეთება შეუძლია მას, თუნდაც სრული სიცრუე იყოს. მიხსენმე ცილის წამებისაგან კაცთა ისა და დავიცნე მე მცნებანი შენი. Psalmuni 118-124. ცილის წამებას მცნებების შესრულების გაძლელებაც კი ძალუძს. დიდია კაცის დაცემა. დღეს ადამიანები ეშმაკებზე უფრო საშიშები გახდნენ და ის, რაც უმნიშვნელო ბოროტებად ითვლება, ერთი ბეწო ტყუილი, მზაკრობა, ყბედობა და სხვა ამგვარი ეშმაკის მოქმედებით ღვთის მიშვებით ძლავრი იარაღი აღმოჩნდება ხოლმე ადამიანის ხელში, სხვა ადამიანის წინააღმდეგ. და რა დაბრკოლება ეს ლოცვის დროს, რამდენი ზედმეტი გული სიტყვა შემოაქვს და ეს სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა მეჩვენებოდა, რომ ამ ხრივ რაღაც შემსუბუქება ვიგრძე. დიდი გამოცდილება, მაგრამ საკმაოდ მძიმე და მოდი ასე ვთქვათ, ჩემთვის აუცილებელი. სერიოზა, ტატიანა ივანოვნამ წერს, რომ მასში ძალიან დიდ როლს თამაშობს წარმოსახვა და როცა თავის წარსულს წარმოიდგენს ხოლმე, ტკბება იმით, თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ახალგაზრდობაში, თუ კი და ასე შემდეგ. ამასთან დასცენს აშკარა უხეში ცოდვა არ მაქვს, მაგრამ ბელეტრისტიკა მეტისმეტად მიშლის ხელს. ცხადია იგი არა მარტო ხელს უშლის, არამედ კიდევაც წამლავს მთელ მის სულიერ არსებას. ხოლო ვინაიდან სული ხორცთანაა კავშირში, ხორციელ არსებასაც შეგვიძლია სერიოზულად დავსვათ კითხვა. რა უფრო აავადებს მას, ტუბერკულოზი თუ ის შინაგანი სიწამხდრე? ეს ერთობ სერიოზული ავადმყოფობა, ფსიქიკურ გემოთმოყარეობ, ცუდმეტიდობასთან შეერთებული. რისთვისაა იგი საჭირო? ნუ თუ ღმერთმა არ იცოდა, რა უფრო სასარგებლოა მისთვის. თუ მისი ცხოვრება ამ კალაპოტში ჩააყენა, რომლითაც იგი მიემართება და არა იმაში, რომელზეც ის ოცნებობდა. როგორ კადნიერდება ის, ღვთის განგება შეასწოროს. ნუ თუ იმდენად უგუნური და გამოუცდელია, რომ არ იცის, რას აკლდება ამ ოცნების გამო. თქვა, თუ გინდა რომ ჩემი იყო, თავი უარყავი. გესმის თუ არა, თავი უარყავი. რატომღა აჭირვებ თავს? თან ისე უნაყოფოდ, შენივე ნებით რატომ ბარდები ტყვეთ შენს უბოროტეს მტერს? უარყავი თავი თვისი, უარყავი საკუთარი ნება, შენი ეგოიზმი, საკუთარ თავზე, რეალურსად თუ მოჩვენებითზე ოცნება. უარყავი ყველა ის კერპი, თავად რომ აღმართე, შეუერთე შენი თავი, პირველად სურვილით მაინც, ერთადერთ ჭეშმარიტებას, რომელიცაა გზაც და ცხოვრებაც. მისწერე, მას თავი დაანებოს ამ ყველაფერს და მაშინ შესაძლოა ხორციელადაც გამოკეთდეს. დაეყოველი, გული სიტყვა მრისხანებით და მაცხოვრის სახელის მოხმობით განდევნოს. ამაში მდგომარეობს მთელი შინაგანი ცხოვრება. მთელი შინაგანი ცხოვრება 8 სიტყვაში იესოს ლოცვაში უნდა მოაქციო. მათი მეშვეობით განიწმინდო ფორმა, სახე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გული და აზრები და კიდევ სხვაგვარად ტაძარი ცხოველი ღვთისა, რათა მსგავსებამ შესძლოს სუფთა ჭურჭელში შესვლა, გონიერისთვის საკმარისია. ურჩიეთ მას სერიოზული ყურადღება მიაქციოს თავის სულიერ მდგომარეობას, თორემ შეიძლება საკუთარი თავი გახრწნას და დაალპოს. ნუ გამიწყება ამ კაცრის სიტყვებისთვის, რადგან ეს საქმე მეტისმეტად მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, თუ კაც სურვილი ექნება გამოსწორება,
სავსებით შესაძლებელია. უსურვებ ღვთის შეწევნით კეთილი საძირკველი დადოს. დაე ისე შეხედოს ამ ოცნებებს, როგორც თვით ეშმაკს, რომელსაც არ ეძლევა ნება თავისი ნამდვილი სახით ეჩვენოს მას, რათა მეტისმეტად არ დააზიანოს იგი. არამედ მხოლოდ აზრისა და წარმოსახვის საშუალებით ეძლევა იმოქმედოს. მერწმუნედ ეს სწორედ ეშმაკია. რქებითა და ჩლიქებით რომ მოქმედებს და მის ბუნებრივ თვისებებს ეყრდნობა. სწორედ ისევე როგორც ივან კარამაზოვის ეშმაკი იმალება თვით ივანის აზრებში. ამაშია ეშმაკის ძალა, რომ ის ჩვენსავე აზრებში იმალება, აძლიერებს და აღაგზნებს ამ გრძნობებით აღძრულ აზრებს. სრულიად ნათელი სურათია. ასე შეხედოს სერიოზამაც ამ საკითხს და ეიფიქროს, რომ მას ყოველ წამს მოუწევს არჩევნის გაკეთება. ეშმაკს ესაუბროს და ამით დატკბეს თუ მის წინააღმდგომსა და დამთრგუნველს. არჩევანი ჩვენს ხელთაა. შეწევნა კი მუდამ გამზადებულია მისთვის, ვინც კეთილი ნაწილი გამოირჩია. ჩვენთან აღმერთი, ცანთ წარმართა და იძლიენითი. ნუ ეწყინება მას. თუ კი იბრძოლებს, ჰემოგლობინიც უმალვე აიწევს. ნუ გაგეცინებათ. გარწმუნებთ, ასე იქნება. რა კი მან პირველი დიაგნოზი მიიღო და მეორეც მიიღოს, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება. ძალიან ურჩევდი მას, რომ დარჩენილი თავისუფალი დრო მაინც ასე გამოიყენოს. უფრო მეტად იწვეს. ახლა შეიძლება ჰაერზეც წოლაც და დღე-ღამეში 1000-იან მეტი იესოს ლოცვა წარმოთქვას აუჩქარებლად. მინიმუმამდე დაიყვანოს საუბარი. სიარული, კითხვა, მარცხენა ხელი მკერდზე ედოს. სიტყვები ისე წარმოთქვას, როგორც ჩვენ ზოგჯერ გულით ამოვიოხრებთ ხოლმე. ოღონდ შიშით, მოწიწებით და სინანულის გრძნობით. ესაა აღმოსავლელ ბრძენთა მეთოდი ნერვების დასამშვიდებლად, მთლიანად ადამიანის მოსასვენებლად და ახალი მდგომარეობების წარმოსაშვებად. ყველა აზრი უნდა განაგდოთ, სასიამოვნო გრძნობა გულში და სიმშვიდე სასიკეთოდ მოქმედებს მთელ ადამიანზე და ბევრ დაავადებას კურნავს. უბრალოდ ძლიერ მოქმედი საშუალებაა, მაგრამ მისი გამოყენების მსურველი კი ცოტაა. რასაც გინდა, იმას მოჰკიდებენ ხელს, 1000 სისულელეში გამფლაგავენ დროს, ოღონდ იმას არ გააკეთებენ, რაც საჭიროა. საბრალო ადამიანები ვართ. იმას არ ვიღებთ, რაც ერთი ხელის გაწვდენამდე გვიდევს, არამედ მირაჟებს მივდებ. თუმცა 1000-ჯერ დავწუნებულ ვართ, რომ მირაჟია და არა სინამდვილე. სამწუხარო იქნება, თუ არც ეს წერილი მოვა თქვენამდე. როდისღა მოვაბავ თავს ამხელა წერილის დაწერას. ჩემს ამბებს შეგატყობინებთ. იმედი მაქვს, მომცემენ მსახურების შესაძლებლობას. ერთი აქტიური სალოსი სულ მეუბნება, რომ ისევ ბელოვში აღმოჩნდები. არც ვიცი, ასია ეს თუ არა. თუ ასია, მაშინ ჯერ კიდევ ყოფილვან დაფარულთა ცნობელნი, რადგან ამის გამოცნობა ბუნებრივი გზით ან ეშმაკის ჩაგონებით შეუძლებელი იქნებოდა 1958 წლის 24 აპრილი.